როგორ დავიმატე $100,000 ფანდედი ჩემს ფანდინგში, დღეს ვიქნება მაგაზე საუბარი. აი ეს არის ის ორი აკაუნტი, რომელიც გავიარე. $50,000 აკაუნტი არის, რომელიც ამში $100,000 გამოდის. და დღეს ავხსნი, reviews გავაკეთებ იმ trades, რაც live trading-ზე გაიხსნა და რაც მე პირადად ცალკე გავხსენ. მოკლედ, ძალიან მარტივად შეიძლება ამის გაკეთება, აი ამის დანახვა ნებისმიერ შეუძლია. ეს არის რომ მაღალ time frame-ზე ვიყავით bullish-ში, რაც ნათქვამი მქონდა უფასო ანალიზში, რომ მაღალ time frame-ზე ვიყავი bullish-ში და ვატარგეთებდი buy size. ნუ შეიძლება ჯერ all time high-ზე არ ავიდეთ, მაგრამ bullish-ში ვიყავი მარკეტზე. ES ადის all time high-ზე, აი ეხა ავიდა ES all time high-ზე. შეიძლება გენ გავაგზავნოთ, ან ნახოთ რა მოხდება. მაგრამ ხო, შეხვედოთ მარკეტს, 90 რო გაიხსნა. Judas Swing-ი ქონდა ქვემოთ. Judas Swing-მა London-ის low-ზე SMT გაიკეთა. რაც მაღალბუთობიანი SMT არის, წინა სესიის low-ზე SMT. London-ის low-ზე SMT არის მარკეტზე. შემდეგ მარკეტმა რაქნა გადავიდეთ 1 წუთიანზე. შემდეგ უკვე აქ ნებისმიერ პოზიციაში ნებისმიერი მოდელი შეგეძლო აი MSMT შემდეგ displacement-ი რო იქნებოდა, გაგელონგა. პირველი entry აქ რაც შეიძლებოდა იყო მორდი ბლოკზე, რაც არ ამიღია. შემდეგი entry იყო აი ამ range-ში, ამ ფროლგებზე გაგელონგა ან ამ მორდი ბლოკზე, სადაც live trading-ზე ბიჭები იყვნენ long-ში. მე პირადად სადაც შევედი, აქ მარკეტი არ მომწონდა. კიდევ აკვირდებოდი, ცოტა გვიანას შევხედე მარკეტს, არ ვიყავი მაგ დროს მარკეტთან. მე ველდებოდი კიდევ displacement-ს, იმიტომ რომ აქ მარკეტი არ მომწონდა, ძალიან ნელი იყო. სიმართლე გითხრა, აგვისტო სახარბიელო მარკეტი არ არის ამ თვეში, კარგად არ მოძრაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც დიდ პროფიტში დავასრულეთ ეს თვე. აი აქ ამ ფროლგებზე გავლონგე. Stop loss მქონდა low-ზე და take profit-ი მქონდა აი ამ high-ზე. ხო, ამ high-მდე ბოლომდე გაყოლა არ დამჭირდა. $1,600 გავაკეთე ამ trade-ში, ორ აკაუნტზე. 1.800, 2.800 და ესე გაიფასა ეს აკაუნტი. ამ ფროლგებში ქონდა retracement-ი, მერე displacement-ი ქონდა. შემდეგ აი ამ order block-ზე კიდევ ერთი პოზიცია დავამატე. ეს რო ჩაიხურა მის ზემოთ, ძალიან მიყვარს ხოლმე პოზიციების დამატება. მთლიანად full size-ით სულ თავიდან არ შევდივარ ხოლმე რა. დაიხურა, მერე აქ კიდე დავამატე, stop loss-ი ავიტანე. აი აქ, ხო? რისკი დაჟე იმას ცოტა მქონდა ვიდრე მანამდე, აი ამ დამატების მერე. შემდეგ გავიდა მარკეტი კიდევ ზემოთ. ამ order block-ზე ჩამოვიდა, retracement ქონდა, მერე კიდე displacement ქონდა, შემდეგ stop loss-ი ავიტანე. აი აქ აი ამ order block-ის low-ზე, იმიტომ რომ ეს gap-ები უკვე breakaway იყო, აქ immediate rebalance ქონდა, კიდე ერთ displacement-ი და შემდეგ ამ displacement-ში და აი ამ მოძრაობაში ზუსტად აი აქ გამოვედი. რაღაც აი აქ გამოვედი, უკვე აღარ მჭირდებოდა მეტის მოგება. ხო. დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. მადლობა ყურადღებისთვის და ახალი mentorship-ის ვიდეო დღეს თუ არა ხვალ დაიდება. პატარა ვიდეო გამოვიდა ეს, მაგრამ ძალიან მარტივი trade იყო, ამას რამე დიდი განსაკუთრებული განხილვა არ ჭირდებოდა, როგორც საუბრობ სულ, ისე უყურებდი მარკეტს. აქაც თუ გინდ ამას მოვხაზავრა წინაზე მოვხაზე, 75-ს გასცა, აქ უკვე შენელება არ გვინდოდა. სიმართლე გითხრათ, აი აქ რაც მოხდა, მოდი ერთ რაღაცას გასწავლით რა. აი აქ მარკეტი ყოველთვის მინდა ხოლმე რომ აი ორი ფროლგები როცა არის ესეთ პრემიუმში, ხო? როცა bullish-ში ვარ და ვატარგეთებ ამ high-ებს. არ მინდა ხოლმე რომ აი ამ gap-ში ჩამოვიდეს, ანუ მეორე gap-ში რა, მინდა რომ პირველიდანვე დარიაქტეთ და პირველიდანვე წავიდეს. რადგან ჩემი აზრით აგვისტოს თუ არ არის სახარბიელო და არ არის კარგი ბოლოტურობა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბოლოში იყო კაი ბოლოტურობა, ხო? აი, კაი, აქ ტრეიდერი ხარ, მოითმენ, ხო? აი, მაინც აი არის რაღაცა ნიშნები, რაც ეთყობა, რომ მარკეტი მაინც კაი არ არის. მაგრამ ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ თავს დააბრალოთ პირველ რიგში თქვენთან იყოთ კრიტიკულები და შემდეგაც სხვა დანარჩენი. ხო, ვისაც live trading-ზე შემოსვლა გინდათ, ხო? ეხა გაიხსნება პირველში მიღება და ვისაც გინდათ აი ესეთი ტრეიდების ნახვა, როგორ ხსნით, როგორ ვიჭერთ და შემდეგ თუ მოისურვებთ მაგ ტრეიდების დაკოპირება და ფულის გაკეთება, შეგიძლიათ პირველ რიცხვში მომწეროთ Discord-ზე. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. ან კაი დამავიწყდა. ან შეხვიდეთ Wealthy IG-ზე და აქედან აირჩიოთ თქვენთვის ასურველი სერვისი.